ღვინის ექსპორტი შემცირდა წლის 11 თვის მონაცემით საქართველოდან ექსპორტირებულია თითქმის 7%-ით ნაკლები ღვინო, ვიდრე გასულ წელს ღვინის კომპანიების წარმომადგენლები მაჩვენებლების კლების მიზეზად რუსეთში ექსპორტის შემცირებას ასახელებენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ქართული ღვინის გაყიდვები მზარდია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში, რაც ხარისხის ზრდამ განაპირობა. ღვინის სექტორის ბოლო ტენდენციების მიმოხილვით მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. გამარჯობა, მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს, უდრე სექტორის წარმომადგენლების შეფასებაზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ 2025 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების მონაცემებით საქართველოდან მსოფლიოს 70 ქვეყანაში ექსპორტირებულია 245 მილიონი დოლარის ღირებულების 82 მილიონამდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თანხაში 7%-ითაა შემცირებული, ხოლო რაოდენობაში 9%-ით. ბიზნეს სექტორში ექსპორტის კლების მთავარ მიზეზად რუსეთში ექსპორტის შემცირებას ასახელებენ, რაც 2024 წელს იმპორტირებულ ალკოჰოლზე აქციზის გადასახადების ზრდას მოჰყვა. ქართული ღვინის გილდიაში კი ყურადღებას მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებსა და სამხედრო კონფლიქტებზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ ბოლო დროს ბევრი საექსპორტო ბაზარი ან სრულად ან ნაწილობრივ ჩაიკეტა, შესაბამისად ღვინის უდიდესი მწარმოებლები და ისეთი ძლიერი მოთამაშეები, როგორებიც არიან მაგალითად იტალია და საფრანგეთი, გადანაწილდნენ სხვა საექსპორტო ბაზრებზე, სადაც ჩვენი ღვინოც გადიოდა და შესაბამისად საქართველოს მათთან მოუწია კონკურენციაში შესვლა, რამაც გარკვეული გავლენა იქონია ექსპორტის მაჩვენებლებზე. თუმცა ბიზნეს სექტორში აქვე ამბობენ, რომ ქართული ღვინის ცნობადობა სტრატეგიულ ბაზრებზე იზრდება, მათ შორის ევროპული სახელმწიფოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით. გარდა ამისა, ეტაპობრივად აზიის კონტინენტიც ყალიბდება როგორც მზარდი საექსპორტო მიმართულება. უნდა ითქვას, რომ წელს ქართული ღვინის რეალიზაცია ძირითადად შემდეგ 10 ქვეყანაში ხდებოდა: რუსეთი, პოლონეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ლატვია და ლიეტუვა. 2025 წელი განსაკუთრებით საინტერესო იყო ღვინის სექტორისთვის, რადგან მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ დაემატა ახალი ბაზრები, როგორც არის ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ამერიკა. ამ ბაზრებზე ადრეც ვიყავით, მაგრამ ეხლა ბიუჯეტის გაიზარდა, მარკეტინგული ბიუჯეტიც გაიზარდა და ზოგადად მეტი აქტივობა დაიგეგმა ამ ქვეყნებში. საერთაშორისო გამოფენები, როგორც არის ვინიტალი, ვაინ პროფესიონალი, გრინვიკი და ასე შემდეგ, ძალიან აქტიურად ვართ ეხლა უკვე ამ გამოფენებზე წარმოდგენილი ქართული ღვინო. რაც ხელს უწყობს საბოლოო ჯამში ამ ბაზრებზე მეტად ჩვენს წარმოჩენას. ჩვენი კომპანიის მაგალითზე რო გითხრათ, ევროპული ბაზარი, ცენტრალური ევროპა უფრო საინტერესო არის და უფრო მეტი გაყიდვები არის. ამ შემთხვევაში შემიძლია გამოყო გერმანია. თუ ავიღებთ ბუნებამ საკმაოდ კარგი წელი გვაჩუქა და ძალიან კარგი წელი იყო ეს წელი ყურძნის ხარისხის მიმართულებით. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, ის არ არის მხოლოდ ჩვენი ხარისხის ზრდაზე ან წარმოებაზე დამოკიდებული, ის დამოკიდებულია სხვადასხვა მოვლენებზე, რომელიც მსოფლიოში ხდება. შესაბამისად, დაიკეტა ძალიან ბევრი ბაზარი, ძალიან ბევრი ცვლილება არის, ასე რომ ვთქვათ, დიდ ბაზარზე, მსოფლიო ბაზარზე. შესაბამისად, შეიძლება ამან კლებამ ექსპორტის მიმართულებით ამიზეზით მივიღეთ მოკლედ კლება ექსპორტის მიმართულებით, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ასე ვერ ვიტყვით. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ბაზარზე თამაშობენ ძალიან ძლიერი მოთამაშეები და ამ ძლიერ მოთამაშეებში ჩვენ საკმაოდ სუსტები ვართ. არა იმიტომ, რომ დაბალი ხარისხის ღვინო გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ნაკლები გამოცდილება გვაქვს, თამაშის წესები ბოლომდე არ ვიცით. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ქართული ღვინის ფასები ყველა კატეგორიაში იზრდება, თუმცა ძალიან ნელი ტემპით 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება გადასახადების გარეშე დაახლოებით $3 ფარგლებში იყო, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის 10 ცენტამდე გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა მიუხედავად ამ ზრდისა სექტორში ფიქრობენ, რომ ქართულ ღვინოს აქვს ყველანაირი პოტენციალი, რომ უფრო მაღალ საფასო სეგმენტში მოხვდეს. დღეს ადგილობრივი ღვინო უცხოეთში უმეტესად დაბალ და საშუალო სეგმენტშია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატები აქ 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულება $6 ფარგლებში მერყეობს. საერთაშორისო ბაზარზე ღვინის ფასი იზრდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპებით და ესეც იზრდება იმ პატარა საწარმოების და რაღაცა რამოდენიმე ინდივიდის და კომპანიის ხარჯზე, რომელიც ქართული ღვინის ხარისხს და ფასს წევს მაღლა და ასეთები არიან ერთეულების მწუხაროდ. არიან საწარმოები, რომელი საწარმოს ღვინის საყიდლადაც სპეციალურად ჩამოდიან ჩვენ ქვეყანაში ადამიანები, ესეც ფაქტია და ასეთები მე ვიცი ზუსტად და მათი ღვინოები ღირსა $100-200 და
უფრო მაღალი ფასიც, ასეთი ღვინოების გვაქვს საბედნიეროდ საქართველოში, მაგრამ ეს მთლიანსურად საერთოდ არ ხატავს და არ გამოხატავს ჩვენს დღევანდელ რეალობას. საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის მთავარი გამოწვევა არის ფასი, რადგან ამ ეტაპზე ვართ საშუალო და დაბალი სეგმენტის მომხმარებელთან და გვინდა გადავიდეთ პრემიუმ ხარისხის ღვინოებში. რაზეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ზოგადად ღვინის ხარისხი, რა თქმა უნდა, და ამ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება ხდება ყოველწლიურად, ნამდვილად შეინიშნება ძალიან კარგი პროგრესი. მინდა აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი, ყველაზე მაღალ ფასს მაინც მანდი ხდიან. შეიძლება ვთქვათ, ერთი ბოთლი $60, $70 ცხირდეს გარკვეული ჯიში კონკრეტული. ცნობისთვის ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ზრდის მიზნით, როგორც უცხოურ, ისე ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს, რომელზეც წელს $17 მილიონ მეტი იხარჯება. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.